მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. Solo leveling-ი ყველა მოიცით და მისი მთავარი პერსონაჟი Sang Jin-woo, ანუ პროსტა დასახელებია, უპირისპირდება 10 ყველაზე ძლიერ მონარქს და მინდა რომ გავაკეთო, ასე რომ ვთქვათ, Solo leveling-ის მანგის განხილვა და ყველაზე ბოლო წერტილამდე მივიდეთ მანგაში და ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ ვინ არის ეს 10 ყველაზე ძლიერი მონარქი. ამიტომ ამ ვიდეოში 10-ვეს ჩამოვთვლი და ვიტყვი რა არის მათი ძალები. ამიტომ მოდი დავიწყოთ ვიდეო. და ალბათ ყველას აინტერესებს სად გავქრი ამდენი თვის განმავლობაში. და პრობლემა ის იყო რომ YouTube-მა გადაწყვიტა რომ ჩემთვის მონეტიზაცია უბრალოდ შეეწყვიტა რაღაცა გაურკვეველი მიზეზების გამო. ნუ გავასაჩივრე შემდეგ მოკლედ რაღაცეები მივწერე, პასუხები დამიბრუნეს და ნუ საბოლოოდ 3 თებერვალი იყო, როცა თავიდან მონეტიზაციის გაგზავნის უფლება მომცეს. და ნუ ბოლოს და ბოლოს დამიდასტურეს და როგორც იქნა დავბრუნდი და არხი ძალიან მოკვდა ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში. ამიტომ დიდი თხოვნა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოვიწეროთ არხი რომ ისევ დავბრუნდეთ YouTube-ზე და ისევ დავდოთ ვიდეოები. თქვენიდან მხოლოდ დახმარება ის იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოვიწეროთ არხი და ვიდეოებს მე კიდევ უფრო მეტ დავდებ ამიერიდან, იმიტომ რომ YouTube-მა როგორც იქნა დაგვაბრუნა. და მოდი ახლა პირდაპირ დავიწყოთ ვიდეო. და ალბათ გაინტერესებთ ვინ არიან ეს მონარქები საერთოდ, ანუ Solo leveling-ში შეიძლება ზოგს არც კონდეს ნანახი ვინები არიან და მოკლედ აღწერა, ესენი არიან უძლიერესი პერსონაჟები ამ მომენტში, ვისაც უწევს მთავარ პერსონაჟს ბრძოლა და ჩემი აზრით საინტერესო იქნება 10-ვე რო განვიხილოთ. და მე-10 ადგილზე არის ჭირის მონარქი. ანუ სხვანაირად ამას ვერ ახსნი, ანუ როგორც შავი ჭირი, ეგეთი რაღაცა არის. ახლა რატომ არის ჭირის მონარქი? ესე იგი, მას შეუძლია რომ საწამლავებით, რაღაც დაავადებებით და საზღარი მწერებით მოახდინოს ზეგავლენა შენზე. მაგალითად, როცა სხვა მონარქებს ძალა აქვს, რომ რაღაცა უზარმაზარი ძალით მოგაყენონ ზიანი, ეს პირიქით, თქვათ, შენ სხეულს მოწამლავს რაღაც მწერით, თქვათ, მორიელმა გიკბინა, ასე რომ თქვათ, ამ მონარქის მორიელმა და ნელ-ნელა, ნუ ასე სისხლისგან დაიცლები, მოიწამლები და ნუ ნელ-ნელა მოკვდები. კიდე მას შეუძლია შექმნას ზომბები ამ მწერებისგან, ანუ თქვათ, მკვდარ სხეულში შეიყვანს ამ მწერებს და როგორც ზომბებს ისე ამოძრავებს ამ ხალხს, ნუ Sang Jin-ούς გავს რაღაც მხრივ, ანუ თავარ პერსონაჟს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონარქი, ანუ გასაგებია რომ საწამლავები აქვს, გასაგებია რომ ეს მწერები ყავს, მაგრამ რეალურად Sang Jin-ούς იმუნიტეტი აქვს, როგორც ბოლო სერიაში ვნახეთ ამ საწამლავებზე, ამიტომ დიდ ხიფათს არ წარმოადგენს ეს მონარქი. ხოლო მე-9 მონარქი არის ტელეპორტაციის მონარქი, რომელზეც სხვადასხვა ბევრი ინფორმაცია იდეაში არ აქვს, ის იყო ერთ-ერთი მონარქი, რომელმაც უარი თქვა მთავარ პერსონაჟთან ბრძოლაზე, ანუ ჯგუა იხმარა და წავიდა, მაგრამ უნდა აღნიშნოთ, რომ საკმაოდ ძლიერი მონარქი არის, ეს იყო ის მონარქი, რომელმაც შექმნა აი ეს უამრავი პორტალები და არ მინდა რომ დაგასპოილეროთ და თუ სპოილერები არ გინდათ ეს მომენტი გამოტოვეთ, მაგრამ ეს იყო ის მონარქი, რომელმაც დაახლოებით 100 მილიონი მონსტრი დაატელეპორტირა ჯოჯოხეთიდან, სხვა სამყაროებიდან, მოკლედ და Sang Jin-ούς, ანუ მთავარი პერსონაჟის, ასე რომ ვთქვათ, მებრძოლები იყვნენ 100-ზე. ასე რომ ვთქვათ, იმდენი მონსტრი დაატელეპორტირა ამ მონარქმა რა. ამიტომ საკმაოდ ძლიერი მონარქი არის, საკმაოდ ძლიერი ტელეპორტების შექმნა შეუძლია, მაგრამ ამაზე ძლიერი მონარქებიც არსებობენ. ამიტომ მოდი მე-9 მონარქად ეს დავტოვოთ. ხოლო მერვე მონარქი არის რკინის სხეულის მონარქი. ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ ნუ თარგმანს ვცდილობ რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს, ამიტომ მოდი ასე დავტოვოთ და ამ მონარქს შეუძლია გარდაიქმნას ნებისმიერ დემონად, ნებისმიერ მონსტრად და აქვს ნუ მთლიანად რკინის სხეული რა. ანუ ასე რომ ვთქვათ, ითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ან რაღაცა ეგეთი მონარქი არის რა. ხო და სამწუხაროდ ამ მონარქზე ბევრი რაღაც არ ვიცით, რადგან მთავარ პერსონაჟთან ბრძოლაში უარი განაცხადა, თითქმის არასდროს არ ჩანდა, ნუ თავს დიდად არ იჩენდა და ბოლო ბრძოლაში ისე მარტივად მარცხდება ეს მონარქი, რომ ბევრს ვერაფერს ვერ ვნახულობთ, ამიტომ ერთ-ერთი ის თქმად შემიძლია არის, რომ შეუძლია დიდი რკინის მონსტრად გადაქცევა. და ალბათ კიდევ რაღაც დამატებითი შესაძლებლობებიც აქვს, ან რავი, მონსტრებს აკონტროლებს ან რაღაც ეგეთი, მაგრამ ნუ ბევრი არაფერი არ ვიცით ამ მონარქზე, ამიტომ გადავიდეთ შემდეგზე. ხოლო მე-7 მონარქი არის ყინულის მონარქი და ნუ ეს რაღაც მონაკვეთებში ნახი ყავს ეს მონარქი სხვათა შორის და ნუ მარტივი მისახვედრია რა შეიძლება იყოს ამ მონარქის ძალები. ნუ რა თქმა უნდა, ყინულთან არის დაკავშირებული, შეუძლია ყინულის იარაღების შექმნა, რავი, დიდი ყინულის ლოდების და მოკლედ ყველაფერი რასაც ყინულს ეხება რა, მოკლედ. ამაზე ბევრი რა უნდა ვისაუბროთ
ვიდეოში არ ვიცი, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ძლიერი მონარქი არის, იმიტომ რომ მთავარ პერსონაჟთან რომ იბრძოდა, საკმაოდ დიდი ხანი გაუძლო მასთან ბრძოლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი მონარქი არის. ზოგადად ყინული ძალები ესეთი ყველა ანიმეში რაღაცა გადამეტებულად ძლიერია და აქაც არ გამოტოვეს ეგ მომენტი და საკმაოდ ძლიერი მონარქი გამოვიდა ყინულის მონარქი. ამიტომ ხო, ესეც საინტერესოა. ხოლო მე-6 მონარქი არის ცხოველების მონარქი და ძალიან საინტერესო მონარქი არის სხვათა შორის ეს, რადგან სანჯინუსთან მე მგონი ყველაზე ხშირად აი ეს მონარქი ბრძოლობდა, საკმაოდ ძლიერი არის და რაში გამოიხატება ახლა მისი ძალა. შეუძლია გადაიქცეს ცხოველად, ჰქონდეს ცხოველნაირი ძალები, გაუმჯობესებული ხედვა, სმენა და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად მარტივი ასახწერია ასეთი პერსონაჟი, ასეთი მონარქი, რადგან როდესაც აქვს ცხოველისებური ძალები, უფრო ზოგადად ფიზიკურად უფრო ძლიერია, აქვს უფრო ძლიერი სმენა, მარტივად შეუძლია რაღაც სუნის აღება, ვიღაცის მიგნება, თუ დაიმახსოვრა და ასე შემდეგ რა. ისეთი ელემენტარული დეტალები ვთქვათ, რაც შეუძლია ლომს, ვეფხს, გეპარდს და ასე შემდეგ რა. და მაინც საინტერესო მონარქია, იმიტომ რომ სანგჯინუსთან ხშირად ბრძოლობდა, იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძლიერი ასევე ეს მონარქიც. ხოლო მე-5 ადგილზე არის თეთრი ცეცხლის მონარქი, ანუ დემონების მონარქი. სხვა შორის ეს მონარქი ნანახი ყავს, საკმაოდ საინტერესო დიზაინი აქვს, ასე რომ ვთქვათ, დემონების მეფეა და რა თქმა უნდა თვითონაც დემონისავით გამოიყურება, მოკლედ, და სხვათა შორის ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს, მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ შეუძლია შექმნას თავისი პორტალები, საიდანაც შეუძლია დემონები გამოიძახოს, ასევე პირიდან ისროლოს ჭექაქუხილი, რაც არ უნდა საინტერესო ჟღერდეს, ასევე აქვს ძალიან მაგარი ხმალი, რომელიც შემდეგ სანგჯინვუმ მოიპარა. თუ ცოტა სპოილერებში გადავდივარ, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაწილი, მაგრამ ხო, საკმაოდ ძალიან ბევრი საინტერესო ძალა ჰქონდა დემონების მეფეს და ზოგადად დემონების მეფე ძლიერი პერსონაჟი უნდა იყოს. შევეცდები რომ ნაკლები სპოილერები ვთქვა და თავს ვიკავებ რომ ბევრი რაღაც არ ვთქვა, მაგრამ როცა ჩვენ დავიწყებთ solo leveling-ის მანგის განხილვას და როცა სრულიად დავასრულებ მანგის განხილვას, აი მერე უკვე პერსონაჟებში ნამდვილად ჩავეძიები და ახლა გავაგრძელოთ. მაგრამ სანამ ბოლო 4 ყველაზე ძლიერ პერსონაჟზე გადავალთ, დიდი თხოვნა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ არხი პრაქტიკულად მოკვდა და თქვენი დახმარება მჭირდება რომ ნელ-ნელა ისევ დაუბრუნოთ YouTube-ის for you page-ია თუ რაც ქვია, დამეხმარეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ხოლო ეგ უნდა გააკეთოთ და ისევ და ისევ მეტ და მეტ ვიდეოს შემოგთავაზებთ, რადგან როგორც იქნა დაუბრუნდი. ხოლო მე-4 ადგილზე არის დასაწყისის მონარქი, ანუ გიგანტების მონარქი და ძალიან საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს ეს ყველაფერი, რადგან გიგანტების მონარქი, როგორი მონარქი უნდა იყოს, რა თქმა უნდა აკონტროლებს გიგანტებს და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მე მგონი ბრძოლებში და მე-4 ადგილზე სწორედ იმიტომ არის, რომ თუ გიგანტებს არ აკონტროლებ, შენ თვითონაც გიგანტი ხარ, ვიღაცაზე 10 ჯერ უფრო დიდი ხარ, 100 ჯერ უფრო დიდი ხარ, რა თქმა უნდა შენსკენ არის უპირატესობა ყველა ვარიანტში. თან ისეთი სახელი აქვს, რომ დასაწყისის მონარქი, ანუ ძალიან ბევრი ცოდნა აქვს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა უჭირავს მოკლედ ისტორიაში რა, ამ solo leveling-ის ისტორიაში. გარდა ამისა არსებობს, როგორც ვიცით, მონარქები და ასევე არსებობს ანგელოზები და ამ ანგელოზებზე ჯერჯერობით არაფერს არ ვიტყვი, ჯუმა ვარ. და ხო, როდესაც ესე იგი ეს დასაწყისის მონარქი, ანუ გიგანტების მონარქი დაიჭირეს, ბალანსი ნათესა და პნელს შორის დაირღვა, წარმოიდგინეთ რამ ხელმისაწვდომობა ქონდა ამ მონარქს, რომ დაარღვია ბალანსი. ხოლო ამიტომ მე-4 ადგილზე გვიყოლება გიგანტების მონარქი. ხოლო მე-3 ადგილზე არის აშბორნი, ანუ სიბნელის მონარქი და როგორი მნიშვნელობა აქვს ამ მონარქს და ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერ, რადგან არ მინდა რომ დაგასპოილეროთ. მოკლედ, ეს სიბნელის მონარქი, სპოილერები გამოდის ყველა შემთხვევაში, ამიტომ ვისაც არ გინდათ სპოილერები solo leveling-ის მთავარ პერსონაჟზე, ამას არ მოусმინოთ. ესე იგი, ხო, როგორც ვიძახდი, ეს მონარქი არის სიბნელის მონარქი, რომელსაც შეუძლია მკვდრების აღდგომა და თავისთვის გაკონტროლება როგორც არმიის. მე მგონი ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რაღაცას გვეუბნება ჩვენს მთავარ პერსონაჟზე, რაც საინტერესოდ განავითარებს სიუჟეტს მომავალში, როცა solo leveling-ის ანიმე გამოვა. ხო, მეც არაფერს არ ვიტყვი ამ მონარქზე, რადგან ჩემი აზრით უკვე ყველაფერი პრაქტიკულად ვთქვი და წერტილები თქვენ შეგიძლიათ დაკავშიროთ. ანუ ეგ საერთოდ რატო გავაგრძელოთ. ხოლო მეორე მონარქი არის განადგურების მონარქი და ასევე დრაკონების მონარქი, ძალიან
ძლიერი პერსონაჟი, აი მართლა ძალიან ძლიერი პერსონაჟი არის. წარმოვიდგინეთ, როცა არსებობს გიგანტების მონარქი, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს გიგანტები და იყოს მაგათი, ასე ვთქვათ, კაპიტანი ან მეფი ან რა მნიშვნელობა აქვს, ამ ადამიანს შეუძლია ამ მონარქს შეუძლია იყოს დრაკონების მეფე და ყავს მილიონობით დრაკონი და კიდევ სპოილერები გამომივა, მაგრამ ბოლო ბრძოლაში ვნახავ თუ ამ მონარქს მართლაც რა შეუძლია რა და სანგ ჯინუსთან, მთავარ პერსონაჟთან, რომელიც კიდევ სპოილერებია, ამიტომ ფრთხილად იყავით. თავის ლეველს მოკლედ რომ გამაქსავს ეს მთავარი პერსონაჟი, შეებრძოლება ამ დრაკონების მონარქს და ბოლომდე თავს ვერ გაართმევს რა, კარგად, იმიტომ რომ კიდევ უფრო ძლიერია ეს დრაკონების და განადგურების მონარქი. ამიტომ ჩემი აზრით მეორე ადგილი მართლაც ეკუთვნის. ხოლო პირველ ადგილზე არის ჩვენი მთავარი პერსონაჟი სანგ ჯინ ვუ. საერთოდ არაფერს არ ვიტყვი, რატომ არის პირველ ადგილზე და რა მოხდა მანგის დასასრულში, რადგან როცა ყველაფერს განვიხილავთ, იქ დეტალურად აღწერ რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ არის სანგ ჯინ ვუ პირველ ადგილზე, ანუ როგორ მოხდა აქ საერთოდ, ხო? ხო, მოკლედ მე მგონი საინტერესო tier list-ი თუ არა და უბრალოდ 10 ყველაზე ძლიერი მონარქის ჩამონათვალი გამოვიდა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. Solo leveling-ი ახლა დავიწყე. პირველი ვიდეო არის solo leveling-ის და შეიძლება ბევრი რაღაც დეტალი აკლდა, მაგრამ რაც უფრო დრო გავა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება. როგორც შეგპირდით, solo leveling-ის მანგასაც გადავიღებ, განხილვები იქნება, ყველაფერს გავიგებთ, რატომ არის მთავარი პერსონაჟი ასეთი ძლიერი, რა მოხდება მომავალში და ასე შემდეგ. და ისევ დავბრუნდი, თქვენ რა თქმა უნდა, იმედი მაქვს რომ დამეხმარებით და ლაიქით ვიდეოს გამოიწეთ არხს და კიდევ უფრო განვითარდებით, კიდევ უფრო მეტი ვიდეო გამოვა და მომავალ შეხვედრამდე.